ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2019 წელი ამოცანა ნომერი 51. მოცემულ წრეში ამპერიმეტრის ჩვენება არის io, რის ტოლი გახდება ამპერიმეტრის ჩვენება ჩამთვლის ჩართვის შემდეგ თუ წრედის მომჭერებზე ძაბვა მუდმივიაო. კარგით, მოდით ახლა ეს სურათი ცოტა გავადიდოთ და გვჭირდება ჩვენ ახლა ორი შემთხვევის განხილვა. მოდი ასე გავაკეთოთ. ესე იგი, გვაქვს ორი სიტუაცია, ხო? პირველი ეს არის ჩამთვლის ჩართვამდე, ასე, ხო? მეორე შემთხვევაში უკვე მოდი ჩამთველი ჩავთვით. ჩამთველი ჩავთვით, ასე. ეხლა პირველში აი აქ გაიარა გარკვეულმა დენმა i და ამპერიმეტრმა აჩვენა ჩვენება. აი აქაც გვექნებოდა i-დენი, ხო? და ეს i-დენი წესით უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად. i1 ქვემოთ, i2 ქვემოთ, რაღაც ნაწილი წასულიყო ზემოთ, რაღაც ნაწილი ქვემოთ, თუმცა რადგანაც ჩართული არ აქვს აქ ჩამთველი, შესაბამისად თვლიანი დენი i წავიდოდა აი ამ გაივლიდა ამ რეზისტორში და ამპერიმეტრი გვიჩვენებდა ჩვენებას და რა ჩვენება იქნებოდა ომის კანონით წრედის უბნისთვის ეს ტოლი i ტოლი იქნებოდა u ძაბვა პირველ შემთხვევაში, მაგრამ მოდი ეს მოცემულობით გავითვალისწინოთ, რომ ძაბვა არ გვეცვლებაო, ხო? u1 უდრის u2-ს, ორივე შემთხვევისთვის და უდრიდეს u-ს, შესაბამისად i ტოლი იქნება უშეფარდებული სრულ წინაღობასთან, r სრულთან, მაგრამ სრული წინაღობა რა იქნება? ეს ცალკე და ეს ცალკე მიმდევრობით არის შეერთებული. ეს რეზისტორი მონაწილეობას არ იღებს გამტარობაში. რადგანაც მიმდევრობით არის ეს რეზისტორი და ეს რეზისტორი ჩართული წრეში, შესაბამისად r სრული იქნება 2 r-ის ტოლი, უბრალოდ აჯამდება, ხო? 2 r. ეხლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა. მეორე შემთხვევაში რა გვაქვს? მეორე შემთხვევაში დავუშვათ აქ გვაქვს რაღაც i' დენი. შემდეგ აქ გაიყოფოდა, ხო? აქეთ წავიდოდა i1 დენი, აქეთ წავიდოდა i2 დენი, ხო? და ახლა რის ტოლი იქნება თავის მხრივ i' დენი, i' ტოლი გახდებოდა მეორე შემთხვევაში, ტოლი გახდებოდა აქაც u2 შეფარდებული r სრულთან, ხო? მაგრამ u2-ც უსტოლია და მოდი აქ დავწეროთ ასე. და რა იქნება ახლა r სრული? მოდი ეს იყოს რაღაც აწერტილი, დაგჭირდება ეს აღნიშნები. ეს იყოს რაღაც b-წერტილი, აღნიშნოთ. ამ r სრული მეორე შემთხვევაში ტოლი იქნება r-ს, აი ამ r-ს, ამ რეზისტორის წინაღობას დამატებული r-AB-ზე. მაგრამ r-AB-ზე რა იქნება AB უბანზე? წინაღობის შებრუნებული სიდიდე 1 შეფარდებული r-AB-სთან ტოლი იქნება ცალკეული წინაღობების შებრუნებული სიდიდეების ჯამის. ასე ბატონო ჩემო, ეს ტოლი იქნება 2 შეფარდებული r-თან, აქედან r-AB-ზე ტოლი გამოგვივიდა r-ნახევრის. ანუ ეს ყოფილა r-ნახევარი, მაშინ ეს ტოლი გამოგვივა r-ს დამატებული r-ნახევარი. ეს კი ტოლია 3/2 r-ის. და ეხლა r სრული თუ 3/2 r-ი აქ ჩავსვათ. ესე იგი ეს ტოლი გამოგვივიდა u შეფარდებული 3r-2-თან. ეს ორიანი ზემოთ ავიტანოთ, მოდით, აი ასე. კი ბატონო, i' მივიღეთ 2u შეფარდებული 3-თან. მაგრამ ჩვენ ვეძებთ აი ახლა ეს ამპერმეტრი აჩვენებს აი ამ i2-დენს, ხო, რომელიც აქეთ წამოვიდა და i2 რის ტოლი იქნება? i2 ტოლი იქნება, რადგანაც ეს წინაღობა და ეს წინაღობა ერთმანეთის ტოლია. ეს დენი თანაბრად განაწილდებოდა წინაღობებზე. შესაბამისად, i2 ტოლი იქნება უკვე i'-ის ნახევარი, ხო? ეს ტოლი იქნება, ესე იგი i' ზემოთ ვიპოვეთ რის ტოლია, ესე იგი 2u შეფარდებული 3-თან, კიდევ უნდა გაიყოს 2-ზე, ანუ გამრავლდეს 1/2-ზე. ესენი შევიყვეცა და ეს ტოლი გამოგვივიდა 1/3 გამრავლებული u შეფარდებული r-თან. ასე ბატონო ჩემო. ხო, ეხლა აიქედან მოდი უშეფარდებული r-თან გავსაზღვროთ, აქედან უშეფარდებული r-თან ხო ტოლი არის 2i, ხო? და ესე იგი უშეფარდებული r-თან თუ 2i ტოლია, აგერ უშეფარდებული r-თან გვიწერია. ანუ აი ეს სიდიდე თავის მხრივ 2i ტოლი ყოფილა, ანუ ეს ტოლი გამოგვდის 2/3 საბოლოოდ დავწეროთ ახლა პასუხი, ესე იგი i2 დენი ამპერიმეტრზე ჩვენებით გამხდარა i2 2/3 კი ბატონო. ეს კი არის პასუხი G.